რეჟიმის პატიმრების რიცხვი დღეს შესაძლოა კიდევ ერთით გაიზარდოს. დაკავების მოლოდინი აქვს ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს, რომლის პროცესიც თბილისის საქალაქო სასამართლოში რამდენიმე საათში დაიწყება. კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთ ლიდერს სასამართლოსგან 20,000 ლარიანი გირაო აქვს დაკვისრებული. მას არალეგიტიმური პარლამენტის ეგრეთ წოდებულ საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობას ედავებიან. დღეს გირაოს გადახდის ვადა იწურება, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის პრინციპული პოზიცია კი არის, რომ თანხას არ გადაიხდის. ამიტომ არის მოლოდინი, რომ გირაოს ნაცვლად ჯაფარიძეს უკვე პატიმრობა შეუფარდებენ. მისი კოალიციიდან გირაო კიდევ ორ ლიდერს აქვს შეფარდებული, ნიკა გვარამიას და ნიკა მელიას და გადახდას არც ისინი აპირებენ. ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ იმ პოლიტიკოსების შესახებ, რომლებმაც გირაო გადაიხადეს ან აპირებენ გადახდას. პოლიტიკოსები არიან ჩვეულებრივი ადამიანები, მათ აქვთ პრობლემები, პასუხისმგებლობები, ვალდებულებები, რომელთა 99%-ის შესახებ ხშირ შემთხვევაში ჩვენ არაფერი ვიცით. გირაოს გადახდა არავის იცავს ციხით სასჯელისგან. ამის გამო ადამიანების დამუნათება არ არის სწორი, ნუ გიყვართ ადამიანების თრევა ნებისმიერი საბაბით. ყველას თავისი ფრონტის ხაზი აქვს ამ რეალობაში, წერს ის. შანსი მისცა რომ სხვა განაჩენი გამოიტანო, ჩემი ძალიან პატარა არის, რაც ვასალისით ალბათ ეგეთი ჩიხში არიან. ან უნდა გააუქმო საერთოდ აკვეთი ღონისძიება, რაც რა ვიცი, რამდენჯერ მოვითხოე და უარი ვითხრეს, ან უნდა დაამძიმო და დამძიმების შემთხვევაში ერთადერთი პატიმრობაა, ამიტომ მოლოდინი მაქვს გამოპატიმრება. ცირკი არის, რომელიც მოაწყეს და იდეაში დაპატიმრების შიშით გაიზულებენ, რომ ამ ცირკში მიიღო მონაწილეობა, რითიც ერთის მხრივ ირიბად ლეგიტიმაციას აძლევენ ამ რაღაც ეგრეთ წოდებულ კომისიას და მეორე ირიბად უკვე პარლამენტს და მეორეს მხრივ საკუთარ ხადაჭერებს აჩვენებენ, რომ შეუძლიათ ნებისმიერი დააჩმორონ და დაპატიმრების შიშით აიზოლონ ნებისმიერი სისულელე გააკეთებინონ.